ოცნები მოსმენისთვის გვანახონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც 3 წლით იქნება ციხეში და მერე გაზარდონ თუნდაც 20 წლამდე. აქ თავარი ის კი არა სასჯელს რა, ასე ვთქვათ, თავარია პოლიტიკური ნება კონკრეტული დანაშაულისთვის კონკრეტული ადამიანი დააპატიმრონ და ამის მერე ხდება სასჯელს უკვე უჩდება პრევენციის, ასე ვთქვათ, სახე. სამარცხვინოა ახალი ხელისუფლებისთვის, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ისეთივე მასშტაბებით გრძელდება მოსმენები, როგორი მასშტაბებითაც ამას ახორციელებდა სრულიად სამარცხვინო სააკაშვილი და მერაბიშვილი. მაგრამ ისინი სამარცხვინოები რო იყვნენ, ვიცოდით და რატო აგრძელებს ამ სამარცხვინო პრაქტიკას ახალი ხელისუფლება, შემდგომს არის გაუგებარი. ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა და შეცდომა ჩვენი ხელისუფლების, როცა არ იყო სათანადო კონტროლი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხაზი ჩვენი ხელის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ფარულ ჩანაწერებთან და მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და ჯერჯერობით გვაქვს წყაროები, მოსმენების რაოდენობა გაზრდილია, ტექნიკური საშუალებები უკეთესი აქვს შემოტანილი და ამ კანონზე საუბარია მას შემდეგ, რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ბოლო წელიწად და 4 თვე. მე არ მაქვს იმედი, რომ ამ კანონის ან ჩქარა მიიღებენ, ამ მიღების შემდეგ ნაკლებად მოგვისმენენ, ან ჩვენ, ან თქვენ. ზოგადად ფუნდამენტური უფლება, ადამიანის პირადი ცხოვრება, ფარული ჩაწერა და მოსმენა ზოგადად მხოლოდ სასამართლო სანქციით და განსაკუთრებულად საჭიროების შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს და თუ უკანონოდ ამას უნდა ახორციელებს, ცხადია, კანონი უნდა გამკაცდეს, ჩემი პოზიცია ასეთია, ვინაიდან ის სისტემური პრობლემები, რაც იყო წლების განმავლობაში საქართველოში, აღარ უნდა განმეორდეს და ადამიანებმა უფრო დაცულად უნდა იგრძნონ თავი და მათი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი. ზოგადად არის ასეთი სტანდარტი, რომ კანონის გამკაცრება კი არ არის მთავარი გადამწყვეტი იმისთვის, რომ ესეთი რაღაც არ მოხდეს, არამედ პასუხისმგებლობის გარდუვალობა არის გადამწყვეტი. ანუ ხელისუფლება უნდა თავისი პრაქტიკული საქმიანობით დანერგოს ის, რომ ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს ჩაიდენს, მას მოუწევს აუცილებლად პასუხისმგებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უფრო ფართო და ზედმიწევნით დაგეგმილი რეფორმები არის ჩასატარებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ქონდეს საშუალება არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს, რომ მიყურადება განახორციელოს ან თვალთვალი განახორციელოს რომელიმე პირის.